მოგესალმებით დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? მოდი ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა რა გელოდებათ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? და რა ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ ახლა იცით როგორ ენერგიებში ხართ? აი თითქოს ძალიან დაიღალეთ. ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებთ. ძალიან ბევრს ფიქრობთ. შესაძლებელია ეს ეხებოდეს სიყვარულს. ან თქვენ საყვარელ ადამიანს აი თითქოს რაღაცნაირად იმდენად ძლიერი ემოცია, იმდენად ძლიერი და გადაჭარბებული სიყვარულია, შესაძლებელია თქვენ ეს ემოცია სტრესშიც კი გაგდებდეთ, აი რაღაცნაირად სულ ფიქრები გაწუხებთ, სულ ბევრს ფიქრობთ, აი გონებრივად ძალიან როგორ ხართ იცი, აი თითქოს ცოტა დარჩა კიდევ და გამოვხვალთ ამ სიტუაციიდან. ზოგიერთთან შესაძლებელია აი რაღაცნაირად იყოს ესე, რომ თქვენ ძლიერი ადამიანი ბრძანდებოდეთ, აი მაქსიმალურად ცდილობდეთ, რომ თქვენი ძლიერი მხარე გამოაჩინოთ, თქვენი საკუთარი თავი დაიცვათ, თქვენი სიყვარული დაიცვათ, თქვენი ფიქრები დაიცვათ, თქვენი აზრები და ემოციები დაიცვათ და არავის არ დაუთმოთ. ანუ ის რაც თქვენ არ გინდათ რომ გააკეთოთ, აი ცდილობთ რომ თქვენი საკუთარი გრძნობები და ფიქრები დაიცვათ და ისე გააკეთოთ როგორც თქვენ გინდათ და არა ისე როგორც სხვებს უნდათ. აი ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე, რომ აი მომდის ესეთი სიტყვები, რომ თქვენ ელოდებით თქვენ საყვარელ ადამიანს, აი რომელიც როგორ თქვა იცი, არ აქვს ისეთი მოქმედება, აი როგორც თქვენ გჭირდებათ რა. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესეთი სიტყვები მომდის რა, ელოდებით თქვენს ადამიანს, აი რომელიც აღარც კი გჯერათ, რომ გამოჩნდება რა თქვენი ადამიანი. ანუ ეს შეიძლება არ ეხებოდეს პარტნიორს და უბრალოდ ეხებოდეს სერიოზულ ურთიერთობას, ან ქორწინებას, რომელიცაც თქვენ ფიქრობთ და თქვენ გინდათ და ფიქრობთ შეიძლება იმას, რომ ანუ დავიღალე მარტოყოფნით, ხო შეიძლება რომ ჩემს ცხოვრებაშიც მოვიდეს ადამიანი, ვინც სიყვარულს მომიტანს, სიმშვიდეს მომიტანს და თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. არ ვიცი ეს სიტყვები რატომ ვერ გიტყვით. მოდი ვნახოთ როგორი იქნება შემდეგი ერთი კვირა. შემდეგი ერთი კვირა იქნება იცით როგორ, ანუ თქვენ ძალიან ბევრს დაფიქრდებით ისევ გაანალიზებთ ყველაფერს, გაიაზრებთ თქვენს ცხოვრებაში, რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, რა მოგიტანათ იმ გაკვეთილებმა, რა მოგიტანათ დაუშვათ იმ შეცდომებმა, რა მოგიტანათ იმ ქმედებამ, სადამდე მიგიყვანათ და თქვენ როგორი ხართ ახლა, რა ისწავლეთ, მაქსიმალურად ეცდებით, რომ გონებრივად როგორც ხმლების დედოფალმა, ანუ გონებით იმოქმედოთ რა, ასევე ხმლების მეფე, აი რაღაცნაირად გაუშვებთ იმ ემოციას და იმ ფიქრს, აღარ ინერვიულებთ, აი თითქოს დამშვიდდებით, აი რაღაცნაირად და თითქოს თქვენს გზაზე წახვალთ განახლებული, ახალი იმედებით, ახალი შეგრძნებებით, აი რომელიც აი თითქოს იცით, რომ რაღაც კარგი გელოდებათ წინ. აი მოდი ვნახოთ ახლა ისევ მას გითხრათ, რა ხდება ახლა თქვენს ფინანსებში და სწავლაში, კარიერაში და რა მოხდება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ ფინანსურად ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თავს ცოტა გრძნობთ, პირიქით, შესაძლებელია თქვენ გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და იმაზე მეტიც, ვიდრე თქვენ ელოდებოდით. ან ელოდებით იმაზე მეტ შემოსავალს, ვიდრე თქვენ გაქვთ. ახლა გაჩნია ვისთვის რამდენია ზედმეტი, ხო? ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ესეთ ენერგიებში, რომ აი თითქოს აი რაღაცნაირად განახლების
შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ისე, რომ ის თქვენი საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, აი რაღაცნაირად შესაძლებელია გიყვართ, მაგრამ ზოგჯერ ემოციურად გულის სიღრმეში მაინც რაღაცნაირად მარტო გრძნობთ თავს, აი თითქოს ემოციურად ძალიან იღლებით. კი გიყვართ თქვენი საქმე, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს ბევრს მუშაობთ, აი რატომღაც ეს სიტყვები მომდის, რათა თქვენთან ხდება განახლების პროცესი, აი თითქოს რაღაცნაირად განთავისუფლება მოდის თქვენთან, აი თითქოს იმ შებოჭილი მდგომარეობიდან, აი თითქოს რაც საშუალებას არ გაძლევდათ, რომ წინ წასულიყავით და რამე ახალი დაგეწყოთ, აი თითქოს განახლების პროცესი ხდება თქვენში. ნახოთ. აი როგორ ენერგიებში იქნებით იცით, ის რაც თქვენ გულს გტკენდათ, აი თითქოს იმდენად დაიღალეთ, რომ აი გინდათ, რომ ხმამაღლა იყვიროთ, რომ ემოციისგან დაიცალოთ, აი რაღაცნაირად თითქოს გინდათ, რომ თქვენი გული გაანთავისუფლოთ იმ ნერვიულობისგან, იმ ემოციისგან, რაც თქვენშია დაგროვილი და გაწუხებთ. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე, თუ თქვენ მიჯაჭვული იყავით ან ფინანსურ მდგომარეობაზეც, ან რაღაც კონკრეტულ საქმეზე, რაც თქვენ შესაძლებელია გიყვართ ძალიან, აი მაგრამ ამ სიყვარულში რაღაცნაირად ძალიან გულისხმობს, სამსახურის სიყვარულს, ანუ ყველას თავისი ხო, ახლა ჩვენ ვეკითხებით კარიერას და ფინანსებს, ხო? და როგორ იქნება, აი თითქოს აი თქვენს ნერვიულობას და თქვენს ტვირთს და აი თითქოს დატოვებთ აი რაღაცნაირად იმ პრობლემებს, რომელიც თქვენ აღარ გემსახურებათ, აღარ მოაქვს თქვენთვის ის სიმშვიდე და თავისუფლება, რაც მანამდე ჰქონდათ, აი უკან დატოვებთ ამ ყველაფერს და თქვენი გზით წახვათ. აი თქვენ შესაძლებელია კი გიყვართ თქვენი საქმე, მაგრამ იმდენად ბევრი ენერგიას გართმევთ, აი თითქოს ძალიან გაწუხებთ რა ეს და ფინანსები. კი, ფინანსებიც აი თითქოს როგორ იცით, კი შემოდის თქვენთან ფინანსები, მაგრამ აი რაღაცნაირად გიწევთ მისი დაცვა, გაფრთხილება, აი თითქოს იმდენი არ არის, რომ აი რაც თქვენ გინდათ, რომ იყოს რა, მოდი ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ კი გაქვთ, მაგრამ იმდენი არა, რომ როგორც თქვენ გინდათ რა, ისე არა. აი რაღაცნაირად ემოციურად შესაძლებელია ძალიან მოქმედებდეს ეს თქვენზე რაღაცნაირად ემოციაზე გადის. აი თითქოს როგორ ახართ იცით, ზოგჯერ შესაძლებელია გქონდეთ ესეთი განცდა, რომ აი აღარ ვინერვიულებთ არც ემოციებს ავყვები რა. აი რაღაცნაირად მაქსიმალურად დამშვიდდები და რაც იქნება, აი რაღაცნაირად ესეთ ენერგიებში და ახლა თქვენს პირად ურთიერთობაში რა ხდება? თქვენს პირად ურთიერთობაში თქვენი იმპერატორი ზის და ფიქრობს თავისთვის. ბოლოს და ბოლოს რა გადაწყვეტილება მიიღოს? მოვიდეს თქვენთან თუ კიდევ დაელოდოს ცოტა ხანს თქვენს დამშვიდებას. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე, რომ თქვენ დატოვეთ ეს ურთიერთობა და წახვედით თქვენს გზაზე. აი ეს შეიძლება იცით როგორ ენერგიებში იყოთ, ხო? რაღაცნაირად გრძნობდეთ იმას, რომ თქვენი ადამიანი რაღაცას გიმალავთ და არ გეუბნებათ, შესაძლებელია ფიქრობდეს თქვენ იმას, რომ მის ცხოვრებაში სხვა ხალი, სხვა ადამიანი არსებობს. ზოგიერთთან შესაძლებელია თქვენ ასე ყველას ერთნაირად ხომ არ იქნება, ანუ სხვადასხვა ინფორმაცია მოდის და მე გეტყვით ყველას. და ყველამ თქვენი აიღეთ რა, არ არის საჭირო სხვის ინფორმაცია მიიღოთ რა, მიხვდებით თქვენ თვითონაც ინტუიციურად თქვენზე არის თუ არა. ანუ თქვენს ურთიერთობაში ხარ ხდება, იცით? შესაძლებელია იყოს განახლების პროცესი, თქვენ შესაძლებელია იყოთ ცალ-ცალკე, მაგრამ რაღაცნაირად აი თითქოს ის თავის გეგმებზე და თავის მომავალზე ფიქრობს, აი თითქოს თქვენ თქვენი გზით მიდიხართ, რაღაცნაირად აღარ გინდათ ნერვიულობა, აღარ გინდათ პრობლემები და ძალიან შესაძლებელია გაგიჭირდეთ ამის გაკეთება, მაგრამ რაღაცნაირად თქვენი გზით მიდიხართ. ასევე შესაძლებელია თქვენ შორს ხდებოდეს განახლება, თქვენ შესაძლებელია ერთმანეთს ასწავლიდეთ, როგორ რაღაცას იცით,
აი თითქოს სიყვარულს ასწავლიდეთ ერთმანეთს, მოქმედებას ასწავლიდეთ ერთმანეთს, თითქოს აი სულიერ სიმშვიდებასაც აი რაღაცნაირად ერთმანეთს თითქოს ყოველ ჯერზე რაღაცნაირად ვერ ამოწურეთ ბოლომდე ერთმანეთი, აი რაღაცნაირად ემოციურ კავშირსაც შესაძლებელია გრძნობდეთ ამ ადამიანთან. და რა გელოდებათ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში? მომდევნო 1 კვირის განმავლობაში თქვენ განახტებით რაღაცნაირად აი თითქოს ბევრ ამას ისწავლით, თუ თქვენ იყავით მანძილზე და არ გქონდათ ამ ადამიანთან კომუნიკაცია, აი რაღაცნაირად თქვენ ამით ბევრ ამას ისწავლით, ბევრ ამაზე დაფიქრდებით, მიხვდებით იმას, რომ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი და სხვა რაღაცებიც არსებობს, სწავლა, განათლება, სამსახური, მეგობრები და ასე შემდეგ რა, არ არის საჭირო რომ დამოკიდებული იყო პირად ურთიერთობაზე და სულ საყვარელ ადამიანზე იფიქრო და მის გარდა ვერავინ ვერ დაინახო. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე, რომ ცოტა რაღაც კამათი და გაუგებრობაც იყოს, მაგრამ აი რაღაცნაირად აი თითქოს იბრძოლეთ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. აი ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს მანძილი იმისთვის, რომ კიდევ კარგად დაფიქრდეთ რა, თუ ეს ასე არის, მაშინ დააცადეთ ამ ადამიანს, რომ კარგად დაფიქრდეს, გაიანალიზოს ყველაფერი, რა ხდება თქვენ შორის და ნამდვილად რომ გადაწყვეტოს და დაფიქრდება კარგად ყველაფერზე, შემდეგ დაბრუნდება. ხესია. დაბრუნდება თქო და შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში მოხდეს მკვეთრი განახლება, მკვეთრი ცვლილებებით, აი თითქოს ზოგიერთი აი შესაძლებელია ბევრი რაღაცა დაინგრეს, მაგრამ თითქოს ეს ასე უნდა მომხდარიყო. აი თითქოს როგორი სიტყვები მომდის იცით? აი რაღაცნაირად ზემოდან უნდა ყოფილიყო ასე რა. აი საუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო, რომ თქვენ ამით ბევრი რაღაცები გესწავლეთ, ბევრ რაღაცებზე დაფიქრებულიყავით და თქვენი წყვილისთვის და თქვენი ურთიერთობისთვის საჭირო იყო ეს გამოცდა და საჭირო იყო ეს დაშორებაც და საჭირო იყო ესეთი გაუგებრობაც, იმიტომ რომ ხა იტყვით, რომ როგორ შეიძლება ხა გული მტკიოდეს და ეს კარგი იყოს. კარგი რა თქმა უნდა არ არის, როცა გული მტკივა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ რატო ხდება ეს სიტუაცია. და ზოგჯერ ხდება ესე, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება რაღაცეები, რის შეცვლაც არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ მომენტში და უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ რატო ხდება ეს, რისთვის ხდება, რა არის სწორი, რა არ არის სწორი და ასე შემდეგ. და აუცილებლად ამ ტრანსფორმაციების შემდეგ აუცილებლად დაბრუნდება თქვენი ადამიანი და დაიწყებს მოქმედებას. აი თითქოს განახლებული, ახალი ენერგიებით მოვა, ახალი შეგრძნებებით მოვა და ახალი ემოციებით, აი რაც თქვენს ურთიერთობას განაახლებს, აი თითქოს განახლდებით რა რაღაცნაირად. ისურვებთ სიმშვიდე.